თბილისის მერია სკვერების რეაბილიტაციის პროექტს განაგრძობს, რომლის პარკლებში 2011 წელს ქალაქში რამდენიმე კომფორტული და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილის შექმნა იგეგმება. დღეს კი სარაჯიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი ასეთი ახალი სკვერი გაიხსნა, სადაც ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მეცენატის დავით სარაჯიშვილის ძეგლიც დაიდგა. სკვერის ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, ორიგინალური დიზაინის საბაღე ინვენტარი, თანამედროვე დეკორატიული განათება, უახლესი ტექნოლოგიით მოწყობილი ბეჭდური ბეტონის ფილების საფარი და მრავალფეროვანი გამწვანება. ადგილზე დამსვენებელს ინტერნეტით სარგებლობა შეეძლება. სკვერში დამონტაჟებულია საბავშვო ატრაქციონების. თბილისის მერი გიგი უგულავ დღეს ავჭალის მოსახლეობასაც შეხვდა. ეს სკვერი, ისევე როგორც თბილისის საუბნო სკვერები, დამსკვერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ავჭალისთვის. მთელი ავჭალა ზამთარი ზაფხულის შემოდგომა ნებისმიერ დროს სუსავსე აქვს ხალხით, ამიტომ ჩვენ კიდევ გვაქვს გეგმა, რომ ბევრად უფრო მრავალფეროვანი გავხატოთ ყველა ეს დასასვენებელი ადგილი, სადაც ასე ვთქვათ თავშესაყარია ამა თუ იმ უბნის. თბილისის თითქმის ყველა უბანში მინდა რომ დავასრულოთ ძირითადი ასე ვთქვათ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც თბილისელების და ბავშვების დასვენებასთან არის დაკავშირებული. ახალი პროექტით გაგეცდა სამუშაო მიმდინარეობდა დაახლოებით 3 თვის განმავლობაში. ფაქტობრივად შეიცვალა კომუნიკაციები, მოეწყო ახალი გამწვანება, მოეწყო დასვენებელი ადგილები, საბავშვო მოედანი და მე ვფიქრობ, რომ თვითონ ადგილობრივი მაცხოვრებლების შესაძლებლად ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი. ხშირად გვინატრია ბავშვები მყავს, მე პირადად, რომ გადმოსულიყავით, მოგვესვენა, მაგრამ არანაირად ჭაობი იყო ფაქტიურად. ძალიან მოუწესრიგებელი, უყურადღებოთ, ფაქტობრივად მიტოვებული და ძალიან გახარებული ვართ. სისტემატურად ბავშვები გადმოდიან, დიდებიც, სხვათა შორის მოზარდებიც გადმოდივართ და ვისვენებთ.